მოგესალმებით. სალამი. ეს არასერიოზული კაცი ვინ არის, იცით? ავი, სხვა პასუხი მე არ მაქვს. არასერიოზული კაცი ვინ არის? ფილმი ვიცი. თუ არასერიოზული კაცი კი არა, რა ქვია იმას? საეჭვო კაცი. ხო. მიხვდა ეს ვიზიტა. მაგას მე დღემდე მგონია რომ არასერიოზული კაცი ქვია. კაი, გავუშვა ვეთ. ბავშვთა ვაკედან, უცებ. უსო ესე იგი ანუ შენ აი ბიჭო ჩვენ ზმაკაცურად რომ დავიყვანოთ ეხა მაგ დონეზე რომ დავიყვანოთ საუბარი რა ეხა ჩემ მაყურებელთან ამჭირდება მაგრამ სხვები უცხოები ვინც გვისმენ აუცე ეხა დარწმუნებული ვარ ზიანიქ რა კანცელარიაში ჩართული აქვს ზმაკაცი გეუბნება რომ სახში შემოდი ჩემთან მაგრამ გეხვეწები მსხნერიანი ფეხსაცმელი გაიხადე იმიტომ რომ დედაჩემა დაალაკა ამ მასპინძელს ფეხსაცმელი აცვია სახში და შენ მიხვედი მძღნელიანი ფეხსაცმელი და ეუბნები რომ შემომიშვი ძმაო შენ ხო გაცვია და მასპინძელი გეუბნება გეხვეწები გაიხადე გუდეჩემ და შენ ეუბნები რომ არა ძმაო არ გავიხდი იმიტომ რომ შენც გაცვია მაგის ფეხსაცმელი მე რატომ უნდა ეს გეუბნება რომ მე რომ მაცვია მეგობარო მე ეს ფეხსაცმელი გავწმინდე ხო ეხლა რაზეა საუბარი რო იცით ესე კანონზე ეგრეთ და ევროკავშირზე მეტაფორა ეხლა მე გეტყვი ეხლა ეს არის საერთოდ პირველად ნახე ჩემ და საკეთილოდ გეოთ ალბათ ეს სუბიექტი და ზოგადად რა თქმა უნდა იუთუბერი და ტიკტოკერი ბევრი ფრიკი არის და ამის გამო ყავს ბევრი ნახვა მაგრამ ეს დებილია პაходу იმიტომ რომ შვილო ახალგაზრდაო მძღნერიანი ფეხსაცმელი აი ესეთ მეტაფორა რომ მოიფიქრე მათ აცვიათ ანუ მათ აქვთ ანალოგიური ზუსტად კანონი გაიგებ რიხო ხო და მაგით ზუსტად ანალოგიური კანონი აქვს არა ნახე რა არა მე გავწმინდეო თვითონ რა მოიყვანა რომ იმათი კანონი არის გაწმენდილი არა ერთ-ერთი ჩვენი არისო გაუწმენდავიო და ხო და ერთ-ერთი იგივე კი არა ჩვენი უფრო გაწმენდილია რა ბიჭო თავიანთი კომუნიკაციის მხრიდან სხვა შორის ეს არგუმენტი არ არის ეს არგუმენტი რა ნახე მე ის თქმა მინდა ეს არგუმენტი რატო დაჰაიპდა მე საზოგადოებაში რა იქითა პირიქითა ბაბლში რატომ მიხოდა იმიტომ დებილური ბაბლია მე გეტყვი კაცო თავიანთ კომუნიკაციაში ეს არგუმენტი სწორად იყო აწყობილი, მაგრამ ამ არგუმენტს ახლა რეალობას თუ დაუკავშირებ, მაგალითად ევროკავშირიდან ჩვენ დირექტივა არის გამომთავრებელი ჯერმე მაიცადა ვიტყვი ჩვენთან მაგალითად იყო რეზოლუციები, რომელსაც 209 ევროდეპუტატმა მოაწერა ხელი, ჩვენთან იყო რეზოლუციები, სადაც არ ვიცი, ისეთი ვორდინგით, ისეთი შემაშფოთებელი მით გამოირჩეოდნენ, მეტი არ შეიძლება, მაგრამ ამის მერე ხო მოგცეს არა, ვაფშე მაგაზე ეგ არ ნიშნავს, ანუ ეს ყვება. არა, ეს ნახე რა ყვება. რა ყვება, რა. თუ გინდა ჩემთან, ჩემ სახლში თუ გინდა მოსვლა, მე გეუბნები, ხო, რა პრინციპით უნდა შემოხვიდე. მე მაცვია მძღნერიანი ფეხსაცმელი, ევროპა ვარ და მძღნერიანი. აი ამის ლექსიკით ბოდიში. უარესი დიდი მძღნერიანი ფეხსაცმელი მაცვია ძალიან დიდი, იმიტომ რომ აგერ უარესი კანონი მაქვს ფიზიკურ პირზე ვრცელდება, სიხლის სამართლის კანონმდებლობას არის საფრანგულ კანონში, ევროდირექტივაში და დედის ყლა არის. და შენ თუ ეს მძღნერიანია, შენ როგორ შეიძლება შენზე ეგეთი რაღაცა? ამათი აზრით მე ის ხო მიმართება ხო სხვაგან არის. ამათი აზრის დედაც ვატირე რა. ბიჭო, ერთი წამი მე გეუნდა არა, ხო და მეც მაგას ვამბობ სიმართლე რაც არის, თავიანთი ლოგიკით. ეხლა სადაც მარინაკანი გვყავს, სადაც ეგეთი ტიპები, ოდიოზური ტიპები, ამან მაგათთან შედარებით, რა ვიცი, სოკრატეს არგუმენტი თქვა. არა, რა არგუმენტი ეგ არის, ბიჭო, არ არის ეგ არგუმენტი. როგორ არა. როგორ არის ხალხო, კაცო, კანონი არსებობს ევროდირექტივაში. ის ვიღაც ტიპი რო გამოდის და გვაწამეს რუსულადო, გვაჭამეს რუსულ, ამ მაგ კალიბრის სასტავში. ტიპები რო გამოდიან და რაღაცას რო კითხავ, რატო არის რუსული და შენ ამბობ იდიოტისთვის ეს არის მაგარი არგუმენტი. ხო, დაახლოებით იდიოტისთვის ხო ვლაპარაკობთ არა? ჩვენ ვლაპარაკობთ რეალურად. ფრანგული კანონი მაქვს საკითხული. ევროდირექტივაც მაქვს საკითხული. რუსული კანონის მაქვს საკითხული და ქართული კანონის მაქვს საკითხული. ხედავ რა მაგარი როჟა ვარ? ეგეთია ძალიან ცოტა არის იქ ვაფშე არავინ არ არის. არც ერთ კანონი არ საკითხული. ევროდირექტივა არის გაცილებით უფრო მკაცრი ვიდრე ჩვენი. ანუ ამა რომ მძღნერიან ტუფლებს შეადარა, იქ გაცილებით უფრო დიდი და ეს ევროდირექტივა ისე რეალურად როგორი სახის არის, ანუ ყველა ქვეყანას მიემართება ევროპის, კი არა, ევროკავშირის რა თქმა უნდა, ეგ რა თქმა უნდა ქვეყანა თუ ხარ ევროკავშირის შესაბამისად შენ არ განიხილავ. არა, მაგაზე არც არის საუბარი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის. ხო და არა, ეს ევროდირექტივა თქვა, ანუ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ ესეთ კანონი შიგნით მიიღო ქვეყანაში. ჭირდება, ხო? ხო, მაგას ევროდირექტივა ეგ არის. მე უნდა განიშნულოთ ხო, მაგას ვკითხავ, ანუ უნგრეთი არ მიიღებს მაგალითად ასეთ კანონს, დარწმუნებული ვარ. არ მიიღებს ეგეთ კანონს.
ან მიიღებს ოღონდ ხო უნგრეთმა რომ მიიღოს ხო ძალიან საინტერესოა საფრანგეთმა ეხლა საფრანგეთი არ დაელოდა ევროდირექტივას საფრანგეთი იღებს კანონს ზედამხედველობა ვისა აქ იცი ამ კანონზე დაკისრებული და დამთავრდება ამ ყველაფერი ანტიტერორისტულ სამსახურებს ანუ ესეთი სახის მოღვაწეობა საქმიანობა განიხილება როგორც სახელმწიფოების ეგზისტენციური საფრთხე და ანტიტერორისტულ საფრთხეს ეთანადება და ხალხო გეუბნებით ეს დებილი იძახის რომ სახშიო ძნელად უბრალოდ და კიდე მე უსმენდი ვიღაც თუ არ ვცდები ან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იყო ან რაღაც მსგავსი ორგანიზაციის აი ვითომ რო კომპეტენტურობს და ვითომ რო აი ეგრევე პირდაპირი წყაროებიდან რო თარგმნის აი ოღონდ ნათარგმნი კი არა აი აქვე ხო რა სინქრონში გითარგმნის თითქოს და ისეთი რა რომ მიყვება წყაროებს და ლაპარაკობს ბიჭო ფარას მთელი თემა ის არისო რომ მხოლოდ ორი NGO-ა ვერ მივხვდი რა სამობდა ანუ ორი NGO მეთქი არა non government organization ხო და და მედიასო ეხებაო მხოლოდ ორსო ვერ მივხვდი სპუტნიკს და Russia Today-სო მეთქი რატო შვება ესეთ ფეიქს რატო შვება ანუ ხო არ მეც ვიცი ანუ ესეთ ფეიქს ტელევიზია აქვს სამხრეთ კორეული არა ესეთ აქვს გაჩერებული ალ-ჯაზირა თქვა რომ კატარის ტელევიზია მე თურქეთის ტელევიზია აქვს გაჩერებული ბრიტანეთის ერთ-ერთი ტელევიზია აქვს გაჩერებული ანუ სპუტნიკს და Russia Today-ს ეხებაო გესმის მათ შორის Russia Today მათ შორის რა თქმა უნდა Russia Today აქვს გაჩერებული on Russia Today ბიჭო Russia Today მენო როჟა იყო ბიჭო Russia Today-ზე მაურინიო გამოვიდა და საფეხბურთო ტაქტიკას გიხსნიდა ისე მაგრა ერთ-ერთ სპორტულ აღზრდოვანს Russia Today-ს მთელი მუამი გამოვიდა და ეს იყო რუსული პროპაგანდაო რომ რუსეთის თქვათ დადებითი კონტრიბუცია რუსეთის გაკეთილშობილება მოუხდარიყო მათ შორის დასავლეთში რა და მაგიტო ჭირდებოდათ ეს კარგი სახეები და რესპექტაბელური ფიგურები და რა ვიცი ყველა ტელევიზიის მიზანია რა მედია უყურეთ თემა რა CNN-ის მიზანი არა რა ვიცი CNN-ს გური შენი ის ნახე რა ბოდიში აი ეს ძალიან მაგარი რაღაცა ნახე და უნდა გაუშვი ეს ბიჭი ეს დადე და ძალიან საშიშია ვთქვი ხო მეც ახლა მინდა რომ დავაშინო მეგობრებო გაუშვით შეიძლება მოგადენთ ყბებში კი არა ძალიან გაგიკეთებთ უკანალში ყველაფერს შხამა და ძმრა და მოგადენთ სახეებში აი მადლობა ეს ვინ არის შემახსენე მეც მერჩის რა ბიჭო წესიერად კი არ ვიცი ვინ არის მომღერალია ხო პროდიუსერია თუ მომღერალია თუ აქტივისტია ბოდიში მომღერალია თუ მომღერალაა ემოციურია მე აქ დავწერე რომ საშიშია თქო და ვიღაცა ქალბატონმა დამიწერა რომ შენზე საშიში მავნებელი მგონი ჯერ არ დავდებულ ამ ქვეყანაში და როგორ მიუგე მასტალინი ჰიტლერი უნდა გეკითხა ამ ქვეყანაში კაცი ამ ქვეყანა იქნებ დედამიწა იგულისხმება ამ ქვეყანაზე ამ ქვეყანაზე მე ის ხო ერევაში შიდაზე ანუ იცი ეხლა რას მეუბნებია უშიო გვარდასახელს მეუბნებია ვითომ გითხრა ეხლა რაღაც არ გვინდა რომ თქვა გვარდასახელი ამ სუბიექტის ეს ვინც გვაშინდა აი გამოგიგადეთ თუმარად ყველა და ველოდებით სად არის აბა ძმანი მაინც ნახოთ სად არის იაპონური კიდე იაპონური ტელევიზია იაპონური მეგობრებო ერთი public broadcasting გაჩერდით ირანული გაჩერდით მეგობრებო ეხა გეტყვით სიმართლეს მეგობრებო ეხა უყურეთ ეხა მე ერთხელ და უკანასკნელად ვიტყვი სიმართლეს გაშალეთ თუ შეიძლება კადრი ნუ გეშინიათ ჩემი და გულის თუ ჩვენ ვართ ექსტროვერტები და რაღაც ის ლაპარაკობ და ასე შემდეგ რაღაცა ვიგინები და ესეც შეგეშინდეთ ახლა ჩვენეთ ბაჩო ბაჩო იმენა ჯავათია იმენა ოგენ როგორც განსაზღვრულად და ჩვენ ხო ესეთი ვართ სპონტანურები და მე მიყვარს გუშინ თქვა მოზომილი ცხოვრება ბაჩო განსაზღვრულად ანუ ხიმინა ეხლა აქ 15%-ს გავაჩერებთ მე აქედან ამას ავაჭრით ყველაფერს და აი გავუჩი მე დარჩენ დაუტოვე სიცოცხლის უნარიანობა 80 ეხლა შეგეთ შევიდა გინგო განგო შევიდა რა მე რო თხოვეთ ჩემი მოგვარის ვიდეო არსებობს ხო და ბაჩო სად არის ეხა კიდე ეს ქვეყნები ანუ ნახე მნიშვნელოვანი რითი არის რა იაპონია მაგალითად ამერიკის მოკავშირე ქვეყანაა ერთ-ერთი ამერიკის მოკავშირე ქვეყანაა რა იაპონია და თურმე შეიძლება არა ბოდიში დაყრობილი ქვეყანა მოკავშირე არა ისე მნიშვნელოვანი პოინტი რა არის თურმე შეიძლება რომ მეგობარი ქვეყნიდან შევიდეს საფრთხე არ არსებობს
ანუ თურმე შესაძლებელი ყოფილა, ხო? სხვადასხვა წყაროებით, იმიტომ რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ზუსტად ძალიან ბევრი სხვადასხვა ინტერეს ჯგუფები იქმნება. ეხლა მოგიყევით ბაჩოზე, მაგრამ იყო ადრე ესეთი ადამიანი, მაგას კესლი აქვს დაცლილი, ჩემი მოგვარე, რომელზეც ერთი ვიდეო გვაქვს, რომელიც ძალიან უყვარს. ლევან რამიშვილი. შედევრალური ვიდეო. იმენა ხატმწერი ვიდეო. რადონის ფრიკი. ეგ არის ჩემი ფავორიტი ვიდეო. ჯიგრად ვიძახი რადონის ფრიკი. ჩემი ფავორიტი ვიდეოა. ანუ თუ დავუშვათ ამას ამ კაცს ჩვენ ძმას ფრიკს დაუძახი, ფრიკი რაღაც პონჩი შეიძლება არ იყიდეო, შეიძლება კითხულობს იქ. ჯიგრული არ აინტერესებს. ის ასე, აი რატო არის ფრიკი ძალიან სერიოზული. გავუშვით ვიდეო, ესე იგი ეს არის, ეხლა გეტყვით, ეს არის 2000 წელი, როცა დაარსდა თავისუფლების ინსტიტუტი და გიგი უგულავა გადის და მე არის კმარას პერიოდი იწყება და ასევე იმას დააკვირდით, კმარას პერიოდში ეს ყველანი როგორი მე ხო რა აქ ესთეტიკურ ფაშებს კი არ აქვს ადგილი უბრალოდ ძალიან გამხდრები იყვნენ და როგორ გაასუქა მე ვიყავ ხა ჩერეს სტენკო იცი მაშინ ბაჩოსაც გავიშლე აი წავედი მე მაშინ და ლუკა გამიხედე რა ჩვენ და გავამოდი გიგი თუ იქნა შანსი ისა რა ქვია ხრეიფუტი და მანგო შედევრალური. ანუ 2000 წელს რო შანსი მანგო და გრეიფუტი. თუ იქნა შანსი. ანუ როგორ ხდება, იცი რომ მორიდებით მაინც აღზრდილი ბიჭია ოჯახში. ხო და მორიდებით უთხრა, რომ თუ იქნა შანსი, გრეიფუტი და ეხა ძალიან მნიშვნელოვანი ეგზისტენციური შეკითხვა. მაშინ იყო რომ ერთად თუ გრეიფუტი და მანგო. მან თელფერაცი გრეიფუტი და მანგო არიან როგორი ანტაგონისტები? არა, იმენა ანტაგონისტები არიან. ფაქტში სხვადასხვა პოლიცია. მეორე არის დაახლოებით იგივეა, რომ აჯიკა და მურაბა. ხო, აი გრეიფუტი და რაღაც წამო. აჯიკა და მურაბა. ცოცხი. კიდე უფრო რა და ხო და აი რომელია გრეიფუტი ან მანგო? ორივე უნდა, რომ ერთმანეთში აურიოს ხო? всё, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. კაი, გვეყოფა. ლევან რამიშვილი მართლა ცოდნე კაცი იყო ამაც. კი, წიგნი საკითხულია კაცი. ბევრი ძალიან წიგნი არ ბევრი. მე მახსოვს ეგ ამბობდა თავს გუდრიცზე, რომ 40000 წიგნი მაქვს ხო საკითხული თუ? ხო. მე რა ვიცი. სასაუბრო თემა არის რამდენი წიგნი წაიკითხა, აი ხეირი. ბოლოს არის ისევ ჩერგოსთან და აი ხეირი მე მაგცაკითხა. ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა დღეს. ნუ 30 მილიონი რომ აჩუქეს ბიზნა ივანიშვილმა რო აჩუქა 30 მილიონი ლარი ნაკრებს და შემდეგ ბენეფიტები თითოეულ გამარჯვებულ მატჩზე ეს ჩვენმა საქართველოს მიცის. მე უბრალოდ მინდა ზოგადად ეხა არ მოვიყვან იმებს რა ქვია კონკრეტულ ციტატებს, მაგრამ როგორი ბოღმა დაანთხიეს ნაცემ. ეს რა არის? აი რაღაცა ცოტა ვაფშე სხვაგან შეძენ. აჯიდა ეს ფული არ აიღო თუ რა არის? რა შეიძლება ითქვას ამ? ჯვარ მან თემა ის არ უკაც ნებისმიერი პოზიტიური გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ბიზნა ივანიშვილთა ქართულ ოცნებასთან იყოს დალინკული, ეგრევე უნდა დემონიზდეს. და რაც თავარია ჩვენ გავედით პირველად ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად ყველანაირი мотиваცია, რაც კი შეიძლება ფეხბურთელებისთვის იყოს, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური, ყველანაირი мотиваცია არის მისასალმებელი, იმიტომ რომ არ ვიცი პოზიტიური мотиваციით ადამიანმა შეიძლება უკეთეს შედეგი დადოს. შეიძლება და ეს არ არის თან ესეთი რა ქვია ტრადიცია, რომელიც აქ ინერგება, ამ პირველად ხდება, ანუ ევროპის ჩემპიონატზე იმაზე რა ქვია მსოფლიო ჩემპიონატზე მე ვნახე სუსტად გადავამოწმე, მაგრამ მე დამავიწყდა, იმიტომ რომ არ მინდა ეგეთ ტიპად რო გამოჩა აი ყველაფერი რო იცი. ან გერმანიაში, საფრანგეთში ესპანეთშიც ხო იყო რა ეგეთი შემთხვევები, რომ ყოველ თითოეულ ფეხბურთელს ქვეყანას სახელმწიფო უხდის. 300,000-დან 400,000 ევრომდე და 200,000 ევრო თითოეულ გიორგი თაბაგარი ის არ არის ქართველი იმეების უფროსი? ხო ეგ არის. იმნაირების 30 ვერცხლი ქართულსგან თან იუდებს რო შეადარა.
აი რა არის ახლა ყველა მაგას ამბობდა ახლა ყველა პოლიტიკოსი მაგას ამბობს ჰეები რო ამას ამბობს ყველაზე მაგარი ჰეების ლიდერი რო ამას ამბობს მე ვიტყვი კაი შენ გამემიჯნე ძმაო გამემიჯნები ვიდი გამემი ჰეების ლიდერი ხო ნუ ყველა მაგას ამბობდა ყველა პოლიტიკოსი რო რამდენჯერაც ვიტყვი დეჟე ხო ზოგადად მესიჯ ბოქსი სისვეთებში ვარ რამდენჯერაც გადმოგეცით იმდენად და რამდენადაც ვიტყვი იმდენად გამემიჯნე თავარი მესიჯ ბოქსი მაგათი ოპოზიციური პოლიტიკოსების ჩვენ ესე იგი 31 ლაკა ხოშტარია რუბლოვნა დამტკიცებული უკვე 100%-იანი რუბლებზე გამოზდილი რუსული ბიუჯეტის გადმორიცხიდან ბიუჯეტის მიერ გადმორიცხული რუსულ რუბლებზე გაყიდული შეიძლება ითქვას ლაკა ხოშტარია რას ამბობს 29 აპრილის შეკრებაზე იცით რომ ძალიან დიდი შეკრება 29 აპრილს ბიზნეს იმაშვილის მოვა და ნუ ბევრი ვიქნები და რას ამბობს აბა ლაკა არამედ ეს არის რაღაც სტატისტიკური ერთეულები, რომელიც დღეს ამ მომენტში ჭირდებათ, რომ რაღაცა სურათი შექმნათ. ეს არის კატასტროფა. მე თანაუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, ვისაც იქ უწევს მის აბა გითხარი, ამ შენ იცი ხომ ამაზე ლაპარაკი. ახლა უკვე იმ ვიდეოს გათვალისწინებით რაც არსებობს. ხო, ნუ იშვიათი უტიპრობა არის ელენე ხოშტარიასგან. ჯერ ისიც მნიშვნელოვანი არა, როდესაც სიტყვაზე ეს message box-ი ანტირუსული ისტერიის message box-ი იწევა ხოლმე. იწევა ადამიანზე, რომელიც ერთხელ მაინც რუსეთში ან ამყოფი, ერთხელ მაინც რაიმე საქმეზე ყოფილა, ფული თუ იქ ნაშოვნი ხო საერთოდ და ბიჭო, ყველაფერს მაგრუბლებს რო დავიდანებო, დამთავრებული აქვს ორჯერ. ორჯერ აქვს დამთავრებული, მიხვდი უნივერსიტეტი რუსეთში, გიმო. და პირველ ჯერზე, ანუ რაღაცა კარგი დადებითი კონტრიბუცია თუ არ შეიტანე იმ წიაღში, მეორე ჯერზე გრანტი და უფასო და ესეთ პროგრამას ვეღარ გაივლი. ამას დამატებული ჩამოვიდა მე შევიდა იმაში რა ქვია ევროპულ საქართველოს ნაციონალურ მოძრაობაში და როგორც თეატრულუკიანმა უთხრა სანდრო გრიგულიანის მეგობარი ყოფილხარო და მე ბიჭო სოლიკო ვირსალაძის გამო გვერიცხება სულ რომ მართალი იყოს ვირსალაძის გამო გვერიცხება ფულებიო და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს და პერიოდში და თურმე იღებს პირდაპირ რუბლებში ანუ პირდაპირ რუბლებში ერიცხებათ რაღაცა კონკრეტული ბანკის გავლენა რა უნდა თქვა უშუალო ვიდეო მტკიცებულება გამოჩნდა მისი ოჯახი როგორ ითხოვს რუბლები როგორ ჩაურიცხონ იმ ინსტრუქციას როგორ აძლევს მის რუს ჩამრიცხავს ეს კომენტარი არის მაგ ვიდეოს შემდეგ გაკეთებული ხოშტარიას მხრიდან სხვა არაფერი არ არავის არ ეწერება მოდი ბაბუაძე გაუშვა სათუშე ეს რაღაც გეგონება იმის კონცერტი იყოს მაიკლ ჯექსონის და რაღაც დიდი ღირსშესანიშნაობა იყოს იგივე გზავნილებს რომელიც იხარშება ივანიშვილის თავში გაიმეორებს ახლა საკუთარი პარტიული აქტივის წინ და იქ ძალით მიყვანილი ხალხი მაინც კარგი იქნება ემან ვინმეს არ ეგონოს რომ ვინმესთვის თუ არის ივანიშვილი თვალწარმტაცი დაეთქმეს მისი იქ ყოფნით მომეჩვენა თუ რაღაც მოწიწებით ლაპარაკობს მაინც. არა ეს ხო ის არის კაცო. თუ დედა რო ყავს ნორმალური ადამიანი მაგის ბრალია. არ ვიცი, მაგრამ ბაბუაძე არის ხა ამას სხვა კომენტარი უნდა გააკეთო. არა, ნუ არ ვიცი რაღაცა. მაგრამ ძალიან მოწყენილი იყო სხვა შორის. შეიძლება იმას ლიდერობას კარგავს ლელოში. და ვინ გადაუჯოკრა? ვინ უბრალოდ იმიტომ რომ ეხო აქციებზე გამოჩნდა ეხა რომ გამლახესო კაც არაფერი რო არ ეთყობოდა. გალახული ლიდერის ფუნქცია და მე იმან ხაზარაძემ დააპოსტა იმის ფოტო. ამის ფოტო დაუდია მამუკას ერთხელ მაინც ხო და კარგავს ლიდერობას და მოწყენილია მე მგონი და ხო ძალიან ნუ დავაჭერთ მოდი სას აქვს თუ არა გადარჩენის შანსი სოკები გააქვსო ამასო იქო რუსეთშიო მე ეგრე მომიყვნენ სოკები გააქვსო ხო სოკებიო რა ეთქობა ამას რუსეთში ამე გააქ ხა ხო და ყოფილი საქმეს მიხედოს მაშინ რა ხო რა ვიცი შენ ჭორად გითხეს თუ სოკი გასინჯე სოკი არ გამისინჯავს მაგრამ ჭორადაც არ ვთქვიოთ კაი სოკია სოკის ის არ ვიცი ერთი ყანა იყო ეგეთ დაცვა რა მიშას ვიცი კაცო ყანა რა არ ვიცი ყანა არის მე ხაბეიშვილისთან გამოჩნდა ცოტა ხნით და კოკა-კოლა ისე ხაბეიშვილს როგორ უხთებ კლიჩკად რომ ყანა კონდეს
ყველაზე მეტად მაგას მოუხდებოდა. ეს ყანა არ არის თუ დიბიტი. მაგრამ დაკავებულია ეგ ბიჭი. მუშაობს რა და მიშა სვავდა დიეტურ კოკაკოლას. ყარამ დალია. აბა წონას უთხილდებოდა. დალია ეს კოკაკოლა, დალია. ბანკა ეგრევე გამოცალა, ესეც კაი ბიჭია, მაღალი. ზოსლი როგორ ბრგე და კაი სოკიაო თქვა. კაი. ეკაი, მაგრამ ბიჭო მიშა რო სვავდა უშაქრო კოკაკოლას ეგ არ ვიცი, მაგრამ კაცი ჩამდე კილოობით კაი მაგს და მე სამკურნალო ხდებოდა და ფახოდვას ჩავდიოდი, ვიყავი ვიკოლბერიძის ოფისში დავდიოდი ხშირად და მე რო იქ ვიყავი, შემთხვევით შემოაღებდა კარს დათა ახალაია და აი ესე მორიდებით რაღაცა შეიძლება და კი მიდიო შეუნებოდა და ალეტებით შეკონდა არა რა შვებოდა ეს მომარაგებაზე იყო? აშვებოდა რა თქმა უნდა მოგდა. სოკს იღებდა თქო? აუ იღებდა არა იმაშეოდა კიდე. მოგონდა. მომარაგებაზე. აბარა პალეტებით მოგონდა სოკი. ანუ ისინი დათა. ხო ის პერიოდია კაცო როცა ესენი 2001 არა 2002 წელი. ხო. ანუ თავიდანვე ჩმორიძის ქუჩა. თავიდანვე ჩმორი იყო. ბიჭო როგორც როლანდი იყო ამის ახლობელი. მიშას. და ბიჭები დაასაქმა რა, მაგრამ ეხლა ახლა ის რომ მიშა პრეზიდენტი გახდა და ძალაუფლების იმაში დააჩამორა რომ არა თავიდანვე ჩმორა თავდა. ჩმორი რატოა ჩმორი ახლა არ გინე. სოკები მომარაგება იყო რა. ბიჭო, ანუ ვიზემეონები რატო შუშ იღებდა მე თქვენ ბოდიშის მოხდით მაცივნა წვენს იღებდაზე ხონდა ის რეაქცია რომ როგორ გაუბედავდა იყო და როგორ აიღებდა ვინმე მაგის სოკს. ბოდიშის კეზერას მოქონდა დროშის ტარების უფროსი იყო. დროშის ტარების მომტომთა უფროსი იყო კეზერა. სერიოზული. სიმბარათები მოქონდა. უფრო მაღლა იდგა და დათა ახალაიას და მე ვიღაცები არ მახსოვს პროსტა დანარჩენი ბავშვები. მოქონდა სოკები და შეიძლებაო თქო და კაიო და პატარ მაცივარი ქონდა და სოკებს დებდა მაცივარში. კაი რაღაცებს ხარ შესწრებული. აუ მე იმდენი რამე ვიცი პროსტა რომ დავიწყო ლაპარაკი არ მე არ ერთი გამიხსენი მომეციო არ გექნა თქვა მე. ბიჭო, ვიღებდი რა. ნუ მაშინ არ მქონდა ხა ეგეთი ურთიერთობა მისასთან, რომ ძალიან სოკი დაეყვედრებოდა. ხო, აი, მიშა არ მოყვები ყველაფერს რაც მე ვიცი, მაგრამ არც იმაში ჩავწერ, იმიტომ რომ შენ ბევრი რამე იცი ჩემზე, რა ცოტა ინტრიგად შევიტანოთ. კაი, სალომე სამონდაშვილი ოცნებაზე. სოკები. ეს მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვუყურებთ სევდიან დასასრულს ქართული ოცნების და ოცნებისთვის სევდიანს. ხო, სევდიანს არა მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როგორ განვითარდება მოვლენები. ცხადია, რომ საქართველოს მოქალაქეს რაც სჭირდება, ეს არის, რომ ჩვენ შვიდად და წყნარად არჩევნების გზით შევცვალოთ ამ ქვეყანაში ხელისუფლება. ხო. კი და სამომე სევდიანი დასასრულია. ხო, მაგრამ როგორ იმეს ბოქს დაალაგა? ეს არის სევდიანი დასასრული. ფინიტა ლა კომედია. ლელომ და საქართველოს. მადეინუსა. ლელომ და საქართველოს როგორ იმეს ბოქს დაალაგეს, რომ არანაირი ეხლა რევოლუციონერობანა და არანაირი ჯანჯარი. არჩევნებით მხოლოდ არჩევნები. ამას ამბობს საქართველოს 27%, რელო 28 ხო იღებს. თუ რამდენს იღებს ძალიან ბევრი თქვეს. მარტო მოვიგებთო თქვეს ვაფშე. ვაფშე, მაგრამ საბაბუაძე გასცარო. ეხლა რაც არ უნდა თქვა ისტორია. აუ, სოფო ჯაფარიძე ხალხო. მეგობრებო, მე ეხლა დღეს ვავალებ ნინის სოფო ჯაფარიძის გააკეთე თუ შეიძლება მე რაღაცა მუსიკას მე მოგცემ სოფო ჯაფარიძის ევოლუცია. კბილების ის რო იყო, იქიდან მოყოლებული, დამძრობი და მე რაღაცა გადაცემაც ხომ იყავდა მაგას, გასართობი კი არა რაღაცა ხო, რამშობა. ხო რაღაცა იქა, მე ბოტასი და მე ეხლა რო ქალთა მარში და ყველგან ტენის მიშა. არა, ეხლა არის გუბასანიკიზე უბრალოდ. არა, მიშა რო იძახის, რომ მეო ლიდერი ვარ და ჩემ მოადგილე ეს არის. ანათებსო. ბიჭო, შენ გქონდა ეგეთი რჩევა. ნაკითხი საზოგადოებისთვის რა, Facebook საზოგადოებისთვის, რომ რა უშველოთო სოფოსო. შეგინდა რომ უშველო ზაზე როგორ დავაყენო. ხო და რა ისინი მიიღეს რჩევები? დაიკიდე. რამე საგულისხმრჩევა იყო? კიდე უკეთესად რა ვთქვი, უკეთესად კი არა, ეხლა შელამაზებულად ვამბობ, დაიკიდეო. ხო და ესეთი ჩმოშნიკი კაცი ლეონავტა იცით თქვენ? კი ლეონავტა რა არ ვიცი თქვენ. ჩმოშნიკი. და
მოემზადეთ 29-ში ესენი 100.000 ელევს კი არა 70-ს მაინც გამოიყვანენ მთელი სიმძლავრე და ამუშავებენ ტროლების და ბოტების ქარხანას დაიჭერენ სტუდენტებს და აქტივებებს აბსოლუტურად ყველაფერს იკადრებენ ასე იმუშავებენ კანონის საბოლოოდ მიღებამდე ამ ყველაფრის გაკეთებაში რუსი სცენარისტებიც მიეხმარებიან და ასე შემდეგ იცი რა პანიკა აქვს ხო მაგრამ რატო უშვათ რა არა ბიჭო რა მაინტერესებს რომ ერთის ხრივ არის გამარჯვების რელაციები რომ აი დედას უტირებ და მეორეც გამოვშვების აი ეს ხო არ არის სერიოზული ტიპი მაგრამ იმის ქმარია მე მგონი ხო მეუღლია ვიღაცის ქალბატონი ბუგიას წამყვანია რა წამყვანი არ ვიცი ჩმოშნიკი რო არის ვიცი რა უნიჭო პოეტი პირველის ბიჭო არა მე ვიცნობდი კარგად ნიჭიერი პოეტია ნაფტას და პოეზიაზე არ მაგრამ ტიპად არ იყო ცუდი ტიპი შენ ბიჭო უყურე აი უყურე შენ ხო გევასება ბიჭო ჩერგო არა ტიპსთან რა ვიცი ვიცნობდი ხა ჩემზე არაფერი არ უთქვავს და მეც ვიჩვენებ არა ბევრჯერ ყოფილა შესაძლებლობა არის რაღაც სარტყვის ჩვენზე არ ვიცი ბევრჯერ ქონია შესაძლებლობა მაგრამ მე ეგეთ შეგრძნება მქონია რომ რაღაც ძველი ნაცნობობის ხათრით ატარებდა და მეც შესაბამისად ავირჩევ მაგალითად შენი საუბრა გეუნები ახლა ნაცნობი იყო რა ვიცი ცუდი არაფერი მაქვს დაუნგრიოთ ილუზიები ნაცებო მეტი იმუშავებთ იმაზე რომ გურის არა მე ბევრჯერ ნუ აი შემიხედავ აი არ მაგალითად გიგი უგულავა წვენები გვაქვს 29-ში დავждეთ და უგულავა აი ამ კაკარას ლეონავთა ბევრად მნიშვნელოვანი პერსონაჟი იმიტომ რომ გიგი უგულავა არის სრული აუტსაიდერი ეხლა ამ დროს რა მაშინ გაუშვათ ირინა სარიშვილი არ გაუშვათ ხო არ არის აშუაში ირინა სარიშვილი რა არ ხო ალექსანდრე ზიბზიბაძე ფრანკლინის კლუბის წევრი გაუშვათ კი გაუშვით ჩვენი გეგმები არის რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს რუსული კანონის მიღება ამ გეგმების და ამ საპროტესტო მოძრაობის ფორმირებისას ჩვენ თანამშრომლობთ და კოორდინირებთ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ყველა სამოქალაქო ორგანიზაციასთან, ძირითადად და რეგიონებში მოღვაწე ორგანიზაციებთან, ასე რომ ბუდიჯერებთან და პატარა ორგანიზაციებთან, აქტივისტთა ჯგუფებთან, სტუდენტურ მოძრაობებთან. ეს არის ერთი საპროტესტო მოძრაობა და კოორდინირებული შეშფოთებულად ჩვენ შევხვდებით. შეხვდები ეს რო რამეს გიორგანიზებს. ორგანიზატორად ეს რო ყავთ. მასშტაბს ხვდები ბიჭო გაქანების. ანუ ამაზე მაგარი არევის ორგანიზატორი ვერ იშოვეს. მაშინ მეგობრებო დაშინება თუ გინდა კიდე ერთხელ გაუშვათ რა მეგობრებო. არ ვიცი გაუშვით აბა კიდე ერთხელ. მოგადენთ ყბებში კი არა ძალიან გაგიკეთებთ უკანალში ყველაფერს შხამა და ძმრა და ბოლოს წევლაზე გადადის და მე ამ თავი მურსიდეს მე წევლაზე გადადის არა ბიჭო ის ვიდეო გააძრე რა გურამ ხო გისმენ ის ვიდეო გააძრე გისმენ აი რომ ხო და ამოიხედე ტელეფონი და ნაფტას აქციის რაღაცა მიდი სად გაგიძრო გააძრე ვიღაცა ძველი ვიდეო რო არის აუ ამას პასტის გული ვერ აიჭას რა გითხრა რუსულად გვაჭამესო ხო მე ეგ ვიდეო გააძრე ვიდეო მაგარია სად არის მართლა შევოლზედებს შევოლზედებს ეხლა გაუშვებ კი ბატონო თუ შევოლზედებს ეგ მე არ მქონდა ნახე დღეს ვნახე შევოლზედებს ძველია ტოპ ვიდეო ეგ ტიპი მე ჩამიგდეს ხო და ბოდიში სალამურას მე ჩამიგდეს ეხა უყურე ჩვენ ხო საშიშ ტიპებზე ბაძრობთ და მე ჩამიგდეს ამ ტიპის კომენტარის სკრინი რა გურის ემუქრება ეგო მოქალაქეობას როდო დაკარგავს როგორ დაკარგავს ანუ ეხლაო ის არისო რა ჩინოვნიკი გორლიან შეიძლება მოქალაქეობას რად დაკარგავს არა მოქალაქეს რო შეიძენს მოქალაქე რო გახთებაო რა რისი მოქალაქეობა საქართველოს ეხა გონი მოქალაქე შენში აერია ხო არა სავარაუდოდ ესეც გონია ჩინოვნიკი ეს მის ამ ტელევიზორში რო ჩანს იმის გონებაში ეს კვალიფიცირდება რა ჩინოვნიკია რა ხო მე გონია რომ დაცვით დადის ან რამე ეგეთი რა და კარჩი უბრალოდ მოქალაქეო როცა გახდებაო ისე რა მერეო ამას ვიციო რა სულ დაველეწავო ძლებში ბიჭო ბიჭო შენი დაცვა რო გაქვს ორი ორანგუტანი რო ყავს ამას აგიდია მეგორო კაი გარყვნილი კაცი რო ხარ ორი გორილა ოღონდ სვეტნოი გორილა მართლა ორი გორილა უნდა ყავდეს და ცხოველი გორილა ცხოველი სვეტნოი გორილა მეტაფორულად არა მეტაფორულად ორი ცხოველი ანუ მაიმუნი რა ან ერთი გორილა პიკაპში ერთი აღმზრდელი გორილის თავისი პულტით
გორილას არა, გორილა ძალიან გასწრთნელი უნდა იყოს. აი, გაწვრთნელი ერთია, მაგრამ ტიპი, რომელიც იმორჩილებს და მითითებებს აძლევს. შენახარე. პლუს ამ გორილას აქ უკეთია რაღაცა, რითიც ან აჩერება დენს ურტყავ რა დონეზეა გათვლილი ფლები. და ამ შავ პიკაპში გვერდით ერთი დაცვაც. ანუ შენ სადმე შედი. წინ ორი კაცი და უკან ერთი გორილა. პიკაპში ოღონდ. შენ სადმე რომ შედი ხარ, გორილა დგება გარეთ. სტამბაში მინდა რომ დავსდე და გარეთ ერთი გორილი ეს. გადამცემია ხურზე ოღონდ პახოდი გორილი. ოღონდ რო არ შეატყოს გარეთ. და სულად რო ვაშლს და ბულგარულებს რო ფოტო და ისე რო იცის ცემა რომ არ აი ეს რო შემოვა. სალამურას არ ხავს. მართლა გავს. შემდა, კაი გათიშეთ. სიზმარას კაცო. სიზმარას უხარდა. გათიშეთ. სალამურას შეუ შინაარსკოს. ვიდეო გაუშვი. ეხა ერთი თუ ხო შეიძლება მეც მქონდეს ტოპ ვიდეოა, ძმაო, ეს უნდა გაუშვათ და ყველა უნახოთ, ვისაც არ უნახავს. თუ შეიძლება. მე ძალიან მოვისაკლეს, რომ მთელი 2023 წლით თარიღდება, მთელი ეს ერთი წლის მანძილზე ეს ვიდეო არ მქონდა ნანახი, ძმაო. და კიდე კაი რომ დაგემუქრა, თორე ისე მე ამ ტიპის ვიდეოს ვერ აი, არ ნახავ. გინდა მე ვნახოთ სიზმარა. ვიდეო ნახე, ვიდეო აუცილებლად გაუშვათ. ესე იგი რა ხდება აუხსნათ რომ ერთი წლის წინ ხო? აიჭირეს ეს ტიპი და კაბეზეში ყავდათ 3 დღე. გამოუშვეს. გაუშვეს. და ნაწამებია. აი, სერიოზულად. და რატო არის ნაწამები ხა გაუშვეს? მოგვექცნენ რუსულად, დაგვიჭირეს რუსულად და ასევე გვაჭამეს რუსულად, იმიტომ რომ როცა ჩაგკეტეს, გვითხრეს რომ არ შემოგატანიათ არაფერს, მიუხედავად იმისა, რომ 48 საათი ვიყავით შიგნით და გვაჭამეს, ასე ვთქვათ, რუსული კონსერვები და რუსული ბიბინას სუპები. რეჟიმი უფრო გაშიშობდა, უფრო რუსული გახდა, უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგო, რომ უფრო მეტად რუსულია. ეს და მელიას რო პაფლოცკი აჭამეს, ეგაა ყველაზე მაგარი. მაგათ სულად არ აქვს, სულად არ იხსენებს მელია მაგ ფაქტს. აბა რა კომიკური პერსონაჟია ეს ხვდებით? ეს არის შეულებრივი, გაუშვით თუ შეიძლება კიდე ერთხელ აი ეს ვიდეო. გიჟები არის, გაუშვით, რაც აბა გაჩერება გაუშვით ნორმალური. ბიჭ, ეს არის შეულებრივი სიზმარა. არ არის? მართლა. თუმცა სიზმარა არ არის, აქეთზე, იქით პარე, შუაში კი ვარსკვლავი. ეგ არის სიზმარა არის. აბა ბიჭო, ცოდოა ეს რა. რატო აჭამეს რუსული სუპები? მოგვექცნენ რუსულად. კონსერვები, რუსული კონსერვები აჭამეს. ხო და ეს ხო კრებსითი არგუმენტი არის რა. მე ხანდახან ძალიან მართლა კრებსითი არგუმენტი არის. მე 17 კამერაში ვიჯექი. ხო. რუსთავის მეორე ზონაში. აი ეს ტიპი, გაუშვით შეიძლება? აი ეს ტიპი რომ მოგცა ერთი კვირა ჩვენს კამერაში. იცი რა კაი ბიჭი გახდებოდა მე? ყოველგვარი დავდაკარები. პანიაციებით ივლიდა? არა ბიჭო, მე ცხოვრებას ნახავ და ისეთ ადამიანებს ნახავ და ცხოვრებაში რო ვეღარ ნახავს. ეცოდინებოდა რომ რა არის სწორი და რა არა. რომ პილი და საჯდომი ერთ და იგივე არ არის. აი просто აი კაცის წებას თუ ოპერა Facebook-ზე არ უნდა დაანონსო და Facebook-ზე არ უნდა დაანონსო. აი თავარი ეგ არის, ანონსი არ უნდა გააკეთო, მაგრამ არც მაგის ბედი არ აქვს. დაიჭირეს ტიპები და გადაკეტილი ყავდათ და მაშინ პატიმებს არ აკეთეს. ტუშონგა აჭამეს და მეტი რა უნდა. ეს მიშას აბა სუში უნდა და ალბათ. სუში უნდა. ეს მიშას 딥ფეიკ ვიდეო ნახე რა მაგარი. სუჟი ვიდეო. რა. როცა უთრეშესია, ვერ გაუძლებ. არა, ვერ გაუძლებ. გაშევაც არ შეიძლება. არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მაგარი ის. აი 딥ფეიკ. მე მაჩვენე და კარგი მეგობრებო, ამასობაში ნახევარსაათი გავიდა 35 წუთი და ხوار დავასრულო ჩვენ გადმოცემა. ხვალამდე მეგობრებო, ხვალ უფრო მაგარ გადაცემებს პერედაჩას შემოგთავაზებთ. აი ესე ოკუპანტის ენაზე ვიტყვი, კარგად ზანდებით. აბა ხვალამდე. ნახვამდის, მადლობა.